ხუთშაბათს 6 საათზე ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში შეიკრიბებიან მსახიობები და იქ მისულ ადამიანებს ექნებათ იმის შესაძლებლობა, რომ იხილონ მსახიობების მანიფესტი. შეიძლება მისვლა ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ფიქრობს, რომ რეჟიმმა ანდრო ჭიჭინაძე და მშვიდობიან აქციაზე დაკავებული ადამიანები მძევლად აიყვანა. რაც შეეხება გეგმას, ჩვენ რა თქმა უნდა გვქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვები ხელოვანებთან, თუმცა ისინი ამბობენ, რომ ქართული ოცნება ხუთშაბათს 6 საათზე იხილავს, რა ძალა აქვს ხელოვნებას. ეს ქვეყანა ჩემი. პროკურატორის მოთხოვნა იყო, რომ ეს ბიჭები დარჩნენ ციხეში და ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ გადაეხედათ. სასაკვირველია პროკურატურამ ეს არც გაითვალისწინა, ისევე როგორც არ გაითვალისწინა 2000 ხელმოწერა, ისევე როგორც არ გაითვალისწინა უფრო მეტი ჩვენი ვიდეო მიმართვა და ასე შემდეგ, ასე რომ ნუ ცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ვერ გხედავენ და არ ვარსებობთ და 23-ში დაგანახებთ ჩვენ თავს. ნახავთ რა ძალა აქვს თეატრს. ეს იქნება ჩვენი თეატრის მანიფესტი, რომელშიც შემდეგში დარწმუნებული ვარ, რომ შემოგვიერთდებიან ყველა სახელოვნებო სფეროს წარმომადგენელი და ვაჩვენებთ ძალიან დიდ სოლიდარობას რა და ვაჩვენებთ ყველაზე მთავარს და ეს მე მგონი იქნება მაგალითი როგორ შეგვიძლია დავიცვათ ერთმანეთი და ეს იქნება გადამდები. გულშემატკივარი იქნება ეს, ჩვენი მეგობრები იქნებიან, მსახიობები, ყველა ის ადამიანი, ვისაც თეატრი უყვარს და გულშემატკივრობს განსაკუთრებით ახალი თეატრის ახალ თეატრს, ყველა შევკრივი, იქვე გავიგებთ თუ რა იქნება ძირითადი გზავნილი. მხოლოდ ორი მოთხოვნა გვაქვს, რომ ჩაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდეს ის პოლიტპატიმრები, რომლებიც აბსოლუტურად აი ყველაფერი ბრალდების გარეშე არიან დაკავებულები. მაინც ვფიქრობ, რომ ამას უფრო მასშტაბურ სახეს მისცემენ თავიანთ გაფიცვას, ვიდრე არიან გაფიცულები, კიდევ უფრო მასშტაბური იქნება და შეიძლება ქვეყანას მოედოს. ჩვენი ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ვერასოდეს ნახავს მორჩილ თეატრს, აქამდე ხედავდა პასიურ მდგომარეობაში მყოფ თეატრს და ახლა ნახავს თეატრს, რომელიც არ იქნება მორჩილი და რომელიც იბრძოლებს თავისი თითო რიგითი ჯარისკაცისთვის, ადამიანებისთვის, რომლებიც თავიანთი სამშობლოს სიყვარულისთვის უკანონოდ არიან დაპატიმრებულები. ჩვენ აუცილებლად ვიდგებით თითოეული მათგანის გვერდით და ჩვენ აუცილებლად დავაბრუნებთ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავაბრუნოთ ჩვენი ქვეყანა ნორმალურ მდგომარეობაში, იმისათვის, რომ სამართალი იყოს სასამართლოში, პოლიციას ქონდეს ლეგიტიმაცია, ხელისუფლებასაც ქონდეს ლეგიტიმაცია. უამრავი ბრძოლაა გადასატანი, იმიტომ რომ ჩვენი მეგობრები, ჩვენი ახლობლები, ჩვენი მოქალაქეები, უბრალოდ ჩემი სამი მეგობარი ძმაკაცი პირადად მაგალითად რეზო კიკნაძე, ოკმელა და ასე შემდეგ არიან ციხეში, ხო? ამისთვის უნდა გაკეთდეს ბევრი რამე და მე დარწმუნებული ვარ, როგორც დოინ თქვა, რომ კარგად ნახავთ, რომ რა შეუულია ქართულ თეატრსო, თავის სიტყვის ქართული თეატრი აუცილებლად სიტყვის მე დარწმუნებული ვარ. ხელოვანების მანიფესტი უკვე დაანონსდა, ულტიმატუმის ვადა ამოიწურა და მანიფესტი დაანონსდა ივენთის სახით, სახელწოდებით ეს ქვეყანა ჩვენია.